მოკლედ ამ ვიდეოში დავშლი Lenovo E3180. შიგნიდან არის ასეთი ეს რაღაცა, ძალიან ჩვეულებრივი. აქაც წერია E31. კარგი. მოკლედ ამისთვის გადმოვაბრუნებთ და უნდა მოხსნათ აი აქ ვოლტები რო არის ეგენი. კარგი იქნება ვოლტებს თუ რამეს ჩააგდებს რო არ დაიკარგოს და განსხვავებული ვოლტებია, მაგასაც ყურადღება აქვს მისაქცევი, მე მგონი ორი განსხვავებული ვოლტი უნდა გქონდეს. ხო, აი ეს ერთი დიდია და აქ პატარა იყო. აქაც პატარა იყო. ესეც პატარა იყო. ესეც პატარა იყო. ესეც, ეს ცოტა გრძელი იყო. ეს გრძელია. ამას მე მოვაძრობ. აქაც გრძელი იყო. ერთი გრძელი იყო და ერთი მოკლე. აქ იყო გრძელი სავარაუდოდ, აქ მოკლე. აქ მოკლე იყო, აქ გრძელი. და ესეც გრძელი ერთი ალბათობით. საბოლოოდ. ხო, ესეც გრძელი იყო. ეს და ეს გრძელია, ეს მოკლეა, ეს გრძელია. თუ სწორად მახსოვს, ეგრეა. კარგი. ახლა უნდა დავიწყოთ ამის გაშლა. ამისთვის დაგჭირდება რაღაც წვრილი რო შეყო ამ ადგილში. გამოჩნდება. აი ამ ადგილში შეყო. აი ამ ადგილში. და გაუსვა რომ ამოვარდეს. ამისთვის ძველი PSP-ს იმას ვცდი რომ გამოვიყენო, თუ ამოვაძრო. აქეთ მხარე მოუძრალია, ახლა აქეთ წამოვალ. ესეთ მოუძრალია, კი. ახლა ხილად აწია ხოლმე საერთოდ ნოუთბუქის თავი, რომ შეიძლება რამე იყოს მიწევებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზე არაფერი არ არის. კარგი. მოკლედ ეს იყო დაშლა და ასეთი დედაპლატა გვაქვს Lenovo E3181-ზე. SSD-ს შეცვლა თუ გინდა, ან აქ თუ Winchester-ი გიდევს და შეცვლა გინდა, Winchester-ი ამ ადგილზე დევს. მე ამ შემთხვევაში SSD მინდა რომ ჩავდო. ამისთვის მოხსნი ჯერ დამცველს. აქ იქნება SSD თუ აყენია თქვენთანაც, ჩემთან ესეთი პატარა აყენია. მე იღებ უკვე SSD-ს. ამ შემთხვევაში ასეთი SSD მაქვს. და აერთებ კომპიუტერს. აი აქ ნახე, ამას დააკვირდი, ჩაღრმავებულები აქ მოკლედ ასე უნდა თუ ასე რომ მიხდე. მე უნდა აიღო SSD და SSD უნდა ჩადო თავად ველში. აქ რაც მოვაძრე წეხანი იმაში და დაერთო. ასე. და მე ეგ დაუჭირო ესენი. ამ ყველაფრის შემდეგ კი უკვე შეგიძლია რომ დაახურო ისევ თავი და ჩართო ჩვეულებრივად.
და იქ იქნება სულ ესე ჩემი SSD-ს გამოცვლა. მოკლედ, მადლობ რომ იყურე, მედია რამეში დაგეხმარება. ნახვამდის.